სპარსეთში ცხოვრობდა და თანამდებობა ეკავა ესეთი სამეფო კარში და მისი ოჯახი ქრისტიანები იყვნენ, თუნდაც ქრისტიანი იყო და როდესაც დაიწყო ქრისტიანებს აწამებდნენ და საქმეში ავდებდნენ, კერპების მიმართ დაიწყო თაყვანისცემა, კერპებს თაყვანისცემის დღესასწაული ჰქონდათ და ვინც არ ცემდა თაყვანს, ყველა საშინელს ჭირდნენ. და ეს მეფესთან ერთად ახლობელი იყო მეფის და მეფესთან ერთად წამოვიდნენ კერპებს თაყვანისცემს. და რომ გაიგებს ოჯახი, ესე იგი მისი დედა და ცოლიო წერილს დაუწევს, რომ ეს რა ქენი, რა გააკეთა ჭეშმარიტმაც როგორ უღალატე და ჩავარდება ძალიან დიდ სინანულში და უნდა და ყველაფერს გამოსწორება. და იმდეს როცულობდა და იმდეს ტიროდა, უფრო ესე იგი გაიგეს რომ ის პრობლემაა, რა ესე იგი თანაშრომლები ასე ვთქვათ. რომ სულ ლოცვაში იყო და სულ სინანულში და ცრემლებში იყო და დაასმენენ მეფესთან. და მეფე ეთქვის რომ რასაკეთებოდნენ, უღალატებოდნენ ყველაფერსო და თაყვანიესი კიდევ ერთხელ ჩვენ ღმერთსო და რა თქმა უნდა ამაზე უარს იყოს უკვე წმინდა იაკობი და საშინელად აწამებენ. ესე იგი როგორ წერია რომ ერთ ხელებზე 10-ვე თითს მოაჭრიან ჯერ, მერე 10-ვე თითს ფეხებზე, მერე ერთ ხელი მოაჭრეს, მერე მეორე ხელი მოაჭრეს, მერე ერთი ფეხი მოაჭრეს, მერე მეორე აი ეს დაანაკუწეს წარმოიდგინე და ამ წამებაში სულობდა და სულ მადლობდა ღმერთს რომ აიო ჩემიო ცოდვებიო ჩემი სისხლით რომ ამ სისხლით ვისყიდიო ამ ყველაფერს და მადლიერი იყო ღმერთისა. აი რამდენი რამე ჩვენ ცხოვრებაში რომ პარალელი გავავლოთ რომ ჩვენს როგორ ღალატობთ ხოლმე ქრისტეს, ხო? ჩვენ ცხოვრების წესით შეიძლება ჩვენ ესე აუნოთ ღმერთს რომ აი შენ ღმერთო შენ აღარ წახარა რაღაცა და კერპებს ავწევთ თაყვანს რაღაცა, მაგრამ ჩვენი ცოდვილი ცხოვრება, ჩვენ ცოდვებს ჩავდივართ. აი ეს ღალატია, ჩვეულებრივი ღალატია. და რამდენჯერ ვიღალატია ქრისტესთვის, რამდენჯერ, მაგრამ აი უნდა მივყვაზოთ წმინდანებს, აი ამ სინანულში. ნახე, კერპებს თაყვანი. ჩვენც ბევრი კერპები გვაქვს, ბევრი კერპები, რომელსაც ვერ შორდებით და თაყვანს ყოველდღე. სამწუხაროდ ამ ჩვენ ნებებს, ჩვენ სისუსტეებს, ჩვენ ნაკლოვანებებს და აი ნახე როგორ თელი ცხოვრება ტირილში, აი მომენტში სულ ტიროდა. ჩვენც აი ამ სინანულში უნდა გავატაროთ, სულ ლოცვებში, უფალო მაპატიე ჩემი ცოდვები, უფალო შემიწყალე, აი ამაში, აი ამ მდგომარეობაში და აი ესე გამარჯვება. მე ამასო დაინახავს ეშმაკი, მე იწყება წამება. როგორ არის ხო, რომ ცხოვრობდით არაწმინდად, ცხოვრობდით რაღაცა ისე და ვიწყდა რომ დავანებოთ თავი ხო, ვანებებთ და ვიწყებთ ეკლესიურ ცხოვრებას რაღაცა და ეშმაკი იწყებს მე ბრძოლას, რომ მოდის განსასწრებელი, მოდის 1000 რაღაცები, ხან სნეულება მოდის, ხან ვალები, რავი 1000 რაღაცები რაც არის ხოლმე, ხო? მოხდები პრობლემები ვიხნის, ეს ეშმაკი დემონი აკეთებს ამ ყველაფერს, რომ ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთსა და აი მოწვიტოს ამ ყველაფერს და ამ სოფლიუზე აფიქრებინოს და არადა ჩვენ ზეციური ხალხი ვარ, ჩვენ ზეცაზე ფიქრობთ, მოხდები და აი ამ მე წვეთს რა ეკლესიის ადამიანი და მე ვარდება მოლბაში, მე ვარდება ხრეხელობაში, აი მე რატო ვარ ესე და სულთნეს რა შეიძლება არ არის ეს. იცოდეთ რომ ქრისტიანის ცხოვრება არის წამება, ქრისტიანის ცხოვრება არის ვიწრობის და იკლიანი ჭვარცი. არასდროს არ ჩავარდით სასწაულზე, რაც არ უნდა დაგემართოთ, რაც არ უნდა იყოს, ჩვენ თავში უნდა ჩაიდოდეს, ჩვენ ყველანი წასასვლელები, ჩვენ ყველანი ქრისტესთან მივარ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ყველაფერი თუნდაც თუ გავხდებით და ვიმკურნალოთ და ყველაფერი ამას კი არ ვამბობ, იმიტომ რომ არაფერი არ გავაკეთოთ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ ვაი და ვიში არ უნდა ჩავარდეს ქრისტიანი. არ უნდა ჩავარდეს. ლოცვებში აი ნახე როგორი იაკო და როგორი გვიგვი და დიდ მოწამე გაქვს. კაცმა რომელმაც უღალატა ქრისტეს დღეს, აი წევა ჩატარდა და ვიხსენიებთ მას და ვაქებთ მის ცხოვრებას, რომ თავიდადო ქრისტესგან. და მეორე კიდევ აი დღეს სახალებაში რაც წავიკითხეთ, რომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი მიდიან ეს ფარისევლები და გამოცდილდნენ და ეუბნებოდნენ რა, რომ რომელი ხებზე ფერფით იქნა ამას, მაგრამ ყველაფერს ვამბობ, რომ ქადაგებოდა, რომ ყურნაო რითი რომელი ხებზე ფერფით იქნება. არ პასუხობს განსხვავება. მეც დაგისვა, რომ შეკითხოთ, თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გიპასუხებ. და იონი ნათლისმცემელისო, ნათლისმცემდაო, ესე რომ ნათლავდა ღვთიური იყო თუ ადამიანური და ვერ უპასუხეს. რა, თუ ვიტყვით ღვთიურიო, მაშინ რატო არ წამეთ თუ ეთქვისო და თუ ვიტყვით რომ კაცთაგან ანუ აბსოლუტური იყო, ხალხი წინასწარმეტყველად აღიარებს და ჩვენ ჩამქონავს უკვე. იგე და არ ვიცი, და არც მე გეტყვით მაცხოვარია. ახე ეს ხდება რომ ცდიან ხომ ეს არა ქრისტიანები, ხუხტები და ბრჭყალები თვითონ ქრისტიანები რა, უბრალოდ მონაწილეები რო არიან და რაღაცა კითხვებს გისვამენ. ორი კითხვებს იმიტომ კი არ გისვამენ, გაინტერესებს. არამედ იმიტომ რომ ჩაგჭრას, იმიტომ რომ რაღაცა ის გააკეთა. ამიტომ ამის გონიერება უნდა გქონდეს. ჩვენ ვიყურავთ ყველაფერს და გვიდა პასუხი გავცეთ ხოლმე.
არ არის, არ შეიძლება. აი აქ იმაზე კათაკმეველი რო ამბობთ, რაოდენი კათაკმეველი ხარ განვედით, ანუ მოუნათლავი და საჯილდადებული ტაძრიდან უშვებდი, წარმოიდგინე, რომ ამ საიდუმლოში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. და ვდელი რომ ქადაგებდა თქვა მართლა რაღაცებს, იმისთვის დაფარული იყო ეს ყველაფერი ადრე. არ უნდა ჯერ უნდა გაევლოს რაღაცა ეტაპები, რომ აი დიდ საიდუმლოს შეგებდა. მაგრამ მოვდეწყოთ ადამიანი, რომელიც საერთოდ გონზე არ არის არაფრის, ქრისტიანობის ანიბანი არის და მეუბნება უცბად რომ აი მართლმადიდებლის გარდა რატო ერთხონდება მუსულმანი აზრზე არა ხარ არაფრის და რაღაცა გიდა რაღაცა იმეებში რაკია ზეციური რაღაცა უდიდესი საიდუმლო რაც არის ის იმაზე პასუხი გაქცია იგე ამიტომ არ უნდა გავცეთ ამაზე პასუხი ჯერ უნდა დაუცხრა რომ ჯერ იცხოვრე ქრისტიანულად დაიწყე რაღაცა ნაბიჯები ეტაპობრივად და მიხვალ იქამდე მე რატო ვერ წონდება ის და რაც არის ჭეშმარიტება და ანუ ისე თქმა მინდა რომ მაცხოვარი ამბობს რომ უდაუყრეთ მარგალიტებს ღორებს და ძაღლებს ანუ ეს მარგალიტები ღვთის სიტყვაა ამიტომ უნდა შენ უნდა მიხვდი ამაში რომ თუ ის ადამიანი იმ ადამიანს მართლა აინტერესებს თუ მართლა უნდა მაშინ რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა უპასუხო და გავწევ როცა ადამიანს უნდა რომ რაღაცა პოლემიკა წამოჭრას კამათიც რა ჩამოდრას ჩახჭრას რაღაცები და ის მაშინ არ უნდა გასცე პასუხი არ არის ეს სირცხვილი თითქოს არ არის ეს საჭირო რა შენ არ ხარ დაიწყე ეს უცხოვრება დაიწყე მოძღვართან სიარული დაიწყე რაღაცა გათვისნობები და მე მიხვდები რატომ არის ესე და რატომ არის ესე მოკლედ უნდა მოუჭრა რომ შედიხარი პოლემიკაში ის იმას გეტყვის, ამას გეტყვის და გადადის მე კამათში ჭუბში და უბრალოდ იხარჯება შენი ენერგია, ამარგალიტებს უფენ და ღორებს და ძაღლებს, მე ამას დრბუნავენ, როგორც მაცხოვარი ამბობს და მე შენ გამოდიხარ დაცარიელებული, დანგრეული ყოფდები და ასე შემდეგ. არ არის ეს რომ ჩვენ გონია რომ თუ პასუხს არ გავცევ, ჩვენ ამით ვალატობთ ქრისტეს. არ ვალატობ, აი, მაცხოვარმა არ გასაპასუხა. არც მე გეტყვით რომელი ხელისუფლების ეფექტი არ გეტყვით და აი სახარებაშიც არის ეს მომენტი, ხო რომ მაცხოვარი ხან ეუბნება რომ ხან გასცემს პასუხს ყველაფერს, ხან ჩუმად არის, თუმარეთ არის. არც ერთ პასუხს. პილატე ეუბნება მე არ ვცემო პასუხსო, მე არ ველაპარაკებ, არც ერთ საერთოდ ყურადღებას, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა, რომც გაეცა, მაინც ვერ გაიგებდა, რომც გაეცა, მაინც არ დაუჯერებდა, რომც გაეცა, მაინც არ მოიმოქმედებდა იმას. ამიტომ დაადუმდა. და შეცვლით მაცხოვარს ვერ ეთქოდა, მაგრამ იყო მომენტები, რომ ფარისევლებს ეუბნებოდა გველნო ნაშობ უკეთეთ ამ გველების შობილებო წამოერ ასე ეუბნება მაცხოვარი. ზოგმა იცის ხოლმე დელმა როგორ შეიძლება კაცრად უთხრას იმას და რა არის ესა და როგორ ვილაპარაკე. მაცხოვარი ეუბნება თქვენ გველი შობილებო. წარმოიდგინეთ. რა ეს ეუბნება და როგორ ისიტყვით, იმიტომ რომ ეგეთები იყვნენ და ხანდახან თუმცა საჭირო იყო სიმკაცრეც უნდა იქ ტაზრიდან გამოდევნა გახსოვთ რომ ათრაკის შეკრავა და გამოღარა ხალხი ტაზრიდან წარმოიდგინე რომ ტაძარიო ქვაბავაზაკად გადააქციეს რა ჩვენთან ხდება ხოლმე სამწუხარო ჩვენ ტაძარში მაური კვილი სიცილია ის და მე გამოდელი რაღაცა ხალხსაც რაღაცა სიტყვის აკვე და აუ ეს მამაურა უხეშია და როგორ ლაპარაკობს კაი უხეში კი არა შენთვის აკეთებს ამას შენთვის არის ეს რომ ტაძარი არ უნდა გადააქციო თეატრად და იმას აკვე ბაზარად ეს არის აი მაცხოვარი აკეთება ამიტომ ჩვენ ხომ ვიბადოთ არის მომენტები რომ უნდა გავცეთ პასუხი უნდა გასაზრდო ეს ისა რომ ის მიიგებს თუ არ მიიგებს ამას თუ არ არის მომენტი არ უნდა გასცე პასუხი არაფერი არ არის ეს პირიქით არის პირიქით გამარაფერი ესეც ეთქებს ამბობს საოცარი სიტყვებია რომ შვინიერ ადამიანთან შვინიერზე ილაპარაკე სულიერ ადამიანთან სულიერებაზე ილაპარაკე ხდები იმიტომ რომ იმ შვინიერი ან ასოფლიურ რომელიც არა ქრისტიანი და არა ინტერესებს იმათთან ეხლა ქრისტიანობაზე ილაპარაკო არ უნდა რა დამანებენ რა თავი გეუბნება ხდები და კიდე შეურაცხყოფა შეიძლება მიაყენოს შენ სარწმუნოებას და შენ გაბრაზდე გამწარდე და მე რაღაცა და მოკლედ ასე შემდეგ არა შენ თვითონ იცი კაც თუ მართლა აინტერესებს თუ მართლა არის შეიძლება რაღაცა სიტყვა თქვა მაგრამ როგორ მიიღებს იმ ყველაფერს უნდა დააკვირდე ამ ყველაფერს ამიტომ აი ეს მაგალითები უნდა მივიღოთ ჩვენ და ჩვენ ცხოვრებაში გავახოცოთ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ